რა ვიღონოთ, როცა ხედავთ, რომ მანდილოსანი შარლით შემოსილი შედის ტაძარში. ეცა და გააგდო იქიდან. რა უნდა არაფერი არ თავინა გაანებო. არაფერი არანაირი რეაქცია არ უნდა ქონდეს, აბსოლუტურად. რაც შეეხება მოძღვარს. მოძღვარმა უნდა შეხედოს და რეაქცია არ უნდა ქონდეს გარეგან. და თუ ის მანდილოსანი მას დაელაპარაკება, სიტყვა არ უნდა ახსენოს შარლას. მე მაგას შარლიან რომ მოდის არაფერს არ უნდა შარლა, აბსოლუტურად. მახსოვს ამასინად მოვიდა შარლას ვინჩილის. ესეთი მოკლე კაბა ეცვა რომ არ ვიცი. არაფერი არ მithქვია. თავის პრობლემაზე მოვიდა, დაღლილი ვიყავი წირიდან გამოვედი ძლივს ვიდექი ფეხზე. პრობლემით მოვიდა ადამიანი. და მე საერთოდ ავუყურებდი მის ასაცნას ახლა, რომელიც რა თქმა უნდა დავინახე. არამედ იმ პრობლემის არში ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვერაფერ ვერ გავუშვებდი. შემდეგ ის მოვიდა წირვაზე. წირვაზე მოვიდა ასეთივე მოკლე კაბით, არაფერი არ მithქვავს, ჯვარზეც მოვიდა. კენაღმენა ვიკბინა ენაზე რომ არ მეთქვა არაფერი. და შემდეგ წირვაზე მოვიდა გძელი კაბით. რომელია სწორად? რომ ცემოდი ეხლა რა მელაპარაკები ამ კაბით შემოსულ ხარ რა? დამთავრდა ყველა. იმას ისეთი პრობლემა და ისეთი ტკივილი ქონა რომ შეიძლება ასაცნის გარეშეც გამოსულიყო, შეიძლება არც ახსოვდა რას იცნობდა. გესმით? ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ადამიანი. ვიგრძნოთ და გავიაზროთ რომ თუ ადამიანები რაიმეს გარეგნულად არასწორად ჩადის ეს შინაგანი მდგომარეობის შედეგია და მე როგორც მღვდელმა უპირველეს ყოვლისა შიგნით უნდა ჩახედვა ვიცი ვეცად. ადვილი კი არ არის. ადვილია ეს. რაღაცვია კაცო, აბა ეხლა კიდე მოусვი. ეს ადვილია, რა თქმა უნდა. აბა შიგნით ჩაიხედე როგორი. რა ვიღუნოთ ნების აბზურელი ჩაცმულობის წინააღმდეგ. თვალს უნდა ასწავლო იყოს მაგირი შეგრუთი რა ხო პინგ-პონგი. ეგეთი. ჩვენი თვალი არის ხოლმე ისარივით. ესე იგი გაატარებ და ჩააფრინდებ პირდაპირ. ვეღარ აზრობ იქიდან და უნდა იყოს პინგ-პონგის ესე იგი გაატარე მოხდა და აირეკლა და გადაახტა სხვაგან.